რეკლამა უცაბედად დამთავრდა. ბატონი, კითხვა რომელიც მე დაგისვით, შეიძლება მე პირველ რიგში ვიდა რატო გასწრებიამ, რომლითაც უფრო მეტი თანხები წარიმართა City Park-ის. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის შემდგომ City Park-ის თქვენ იცით, რომ 2009 წლის დასაწყისში თბილისის მერიის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და პარკირების გადასახადი თბილისელებისათვის გაიაფთა. ის შეადგენს წლიური თავიდან იყო 25 ლარი, დღეს ის არის 50 ლარი. გაიაფთა მე? ბატონო ჭაბა, დამასრულებინეთ. თქვენ ყოველთვის მე მინდა რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, თქვენ არასწორს 25 არა, სხვა რაღაცას ვამბობ. მანამდე არსებობდა ეს სულ სწრაფად თუ შემაწყვეტებთ, ვერაზეც ვერ გაიგებთ. მანამდე ქალატონინო გემახსოვრებათ, რომ გადასახადი იყო საათობრივი 50 თეთრი 1 ლარი ზონების მიხედვით. ქალაქში საშუალოდ რო ვთქვათ, 50 თეთრს მაინც ყველა მძღოლი ალბათ დღის განმავლობაში დახარჯავდა. დღესაც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს წლიური 50 ლარი, დღეზე გადაანგარიშებით, ეს არის გამოვიდეს 13.5 ანუ ეს მნიშვნელოვნად დიახ. ამან გამოიწვია რა თქმა უნდა ინვესტორისთვის შემოსავლების ებრაული კომპანიისთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება და საჭირო გახდა პარკირების სფეროს შენარჩუნებისთვის და კომპანიის ფუნქციონირებისათვის მინიმალური ფინანსური გარანტიების შექმნა. სწორედ ამ თვალსაზრისით იქნა შეცვლილი ხელშეკრულება არანაირ ათეულობით მილიონ ლარზე, არც ამ ხელშეკრულებაზე ზოგადად ამ სფეროში საუბარი არის. მილიონ ლარზე არის საუბარი 5 წლის განმავლობაში გაიფლანგაო. კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ საფინანსო სამსახურის ლოგიკა არის, რომ ეს მილიონი ლარი ჩვენ უნდა გადაგვეგზავნა თბილისის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც აბსოლუტურად არალოგიკური და რაც თავარია კანონშეუსაბამო პოზიცია, იმიტომ არ შეიძლება თვითმმართველობას ევალებოდეს სახელმწიფოს ფინანსური უზრუნველყოფა, ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში არც თვითმმართველობა სახელმწიფო ბიუჯეტს არ ინახავს, როგორც წესი პირიქით არის და საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად ესე არის, რომ თბილისიც კი მნიშვნელოვანი თბილისის ბიუჯეტის თითქმის 50% სახელმწიფო ტრანსფერს წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე იყო მიღებული აღნიშნული ფინანსური სქემის შეცვლის გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე იყო ხელმოწერილი შესაბამის ხელშეკრულებები, რაშიც თავისთავად კანონდარღვევა გარდა სახაზინო კოდისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სახელმწიფოსთვის თანხის განაწილების მომენტისა და არც საგამოძიებო სამსახური შეიძლება შეცდომით იქნას. ხალხო არ არის თქო შეცდომით მითითებული, სწორედ ამას გეუბნებით, რომ სახაზინო კოდი არ შეიძლება შეცდომით იყოს მითითებული, მით უმეტეს შემდგომ მას ექსპერტიზა გავლილი აქვს იუსტიციის სამინისტროში და არ შეიძლება ამ თემაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ასე ხორციელდებოდა, ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხს აკვირდება, ბათუმში ეს ასე ხორციელდება და ამის შესახებ თუმცა მარტო City Park-ი აღმოჩნდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში. შემდეგი ბლოკი უნდა დავიწყოთ ახალ 15 წუთში და ამიტომ მინდა რომ ყველა კითხვა მოვასწროთ, რომ შეძლებს დაგვარა. City Park-ის შემოსვლის მომენტიდან არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა. თავიდან ჩნდებოდა ასეთი კითხვა, როდესაც ინვესტორი შემოდის, მას აქვს ხოლმე საინვესტიციო ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არ ვიცი, დანაშაულებრივად რამდენად შეიძლება ჩაითვალოს და დანაშაულად, რომ არასწორი კონტრაქტი დადო, დაუშვათ რომელიღაცა ჩინოვნიკმა და არასწორად გათვალა რაღაც თუნდაც ქალაქის პარკირების სისტემის მოწყობა, მაგრამ ბევრი ეჭვიჭდებოდა, რომ არანაირი განსაკუთრებული ინვესტიცია ამ ინვესტორს არ ჩაუდია, რის გამოც მას უნდა მიეღო ამხელა თანხები. რატომ გადაწყდა? ძალიან თანხებია საუბარი, ქალატონინო, ჩვენ საუბრობთ, დიახ. არის ვარიანტი, როდესაც იდება ისეთი ხელშეკრულება, ინვესტორს ძალიან მკაფიოდ აქვს გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, ვინაიდან პარკირების სისტემა ეს არ არის ხო რაღაცა ცალკეული კერძო ბიზნესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, ინფრასტრუქტურისთვის და თუნდაც მოძრაობის გამართულობისთვის და ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი დათქმები არის ხოლმე, ხო? მათ შორის ინვესტიციების რაოდენობა, მოცულობა. ეს თემები ყოველთვის იყო გასაიდუმლოებული და ამიტომ არის დღეს რომ ბატონი ჯაბა და ბევრი თქვენი ოპონენტი ამბობს, რომ რაში დახარჯა ამ ხალხო საერთოდ ფული? რაში გვიღებდა ჩვენ საერთოდ City Park-ის შემოყვანა, რომელმაც აიღო სააღებავი და დახაზა, ხო? რატომ მიიღო საერთოდ? არა, ის გაუკეთებია, საშუალო ნიშნები რომლებიც ისეთ მოულოდნელ ადგილზე გამოჩნდება ხოლმე, სადაც სრულიად არელი და მიჩვეული ხარ რომ ეს ძალიან დიდი ინვესტიციის სწავლა როგორც ამ ბატონელაკის და მე აღმოჩნდება რომ შენი მანქანა წაიყვანეს და 70 ლარი გაქვს გადასახდელი სასწრაფო. რომელიც გადაჭრა დათმერიაში არ შედის, რაც ეს პირდაპირ City Park-ის თანხა. აი ეს
რაღაც სწორად გაუგია ბატონ ჯაბას ბატონო სწორად კი არ გამიგია 202 მილიონი შედის თანხმი 28,000 მანქანა 28,800 მანქანა გადაყავთ წლიურად მე ციფრებით გეტყვით ამ თემას 2 მილიონი 2 მილიონს აძლევთ ორგანიზაციას რომელმაც საღებავი დაკარგა კარგია რომ 20 მილიონზე აქვს დაუბრობთ მიხარ არ გინდათ ესეც საუბარი ბატონო ეს არ შეიძლება საზოგადოებაში პოლიტიზირებულია რომ ესეც საუბარი რამდენი შედის ეს არის ერთი სეგმენტიდან იმ 4 სეგმენტიდან ეს არის 50 ლარიანი გადასახადი ეს არის საურავები ეს არის ჯარიმა და ეს არის ატომის გადაყვანა 70 ლარი ჯარიმა დასაურავთან ერთად და ეს არის ის ეს არის 4 სეგმენტი ისეთ ჩაინიშნეთ ძალიან ხო ჩაინიშნეთ რომ ეს ციფრები გქონდეთ და 2 მილიონი გინათ ჯიბეში ადამიანს რომელსაც მხოლოდ საღებავია გახარჯული მე შემიძლია კარგი მოდით მიპასუხოს მე ეკიპაჟის მიხედვით ბაეკიპაჟ რამდენი გადაყავს რამდენი ჯარიმა შემოვა თეთრების დონეზე ეს ინფორმაცია არ გვაქვს ინფორმაციაო ბატონო ჯაბა ამისი დაიწყო ეს ინფორმაცია ყველაფერი ქონია მე მხოლოდ მიხარია მომატოს არის ამეთახმები თუ არა რომ როგორია იგი საუბარია არის დამეთახმები თუ არა ქმედებები გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში ის როდესაც მანქანა რომელიც შესაძლოა არაპარკირების ადგილზე ოფიციალურად მოხაზულ ადგილზე გაქვს გაჩერებული მაგრამ არავის არაფერს არ უშლის მოძრაობას არ ხერგავს და მას იტაცებენ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით შეიძლება მიხვიდე და მაინც წაიყვანონ ანუ ამოცანა არ არის ის რომ მოძრაობა განტვირთონ ამოცანა არის პირდაპირ ფულის გაკეთება ასე ვთქვათ ხო? ბევრ ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით სარჩელიც იყო და ბევრ ქვეყანაში თუ არ აფერხებ მოძრაობას არავის ბავშვი განაცა წაიყვანეს ბავშვი გადაიყვანეს მე პირველ რიგში აბსოლუტურად სწორად დაიწყეთ მე ისევ იგივეს უნდა დაუბრუნდე რომ პარკირების მოწესრიგება ეს საგზაო მოძრაობის ასე ვთქვათ ორგანიზებაში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორედ ქალაქის ქუჩების საცხოვრებისგან გაწმენდის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი არის რომ მოწესრიგებული ქონდეს პარკირება და იქ სადაც გაჩერება არ შეიძლება მანქანები არ ჩერდებოდნენ ან იცავდნენ იმ გაჩერების ფორმას როგორი მონიშნაც ზისპირზე არის სიტი პარკის შემოყვანისა სწორედ დავალება და ინვესტორის მთელი მოვალეობა იყო რომ ქალაქში ყოფილიყო მონიშნები გაკეთებული პარკირების ადგილების, პარკირების ფორმის და რაც ყველაზე მთავარია და მეორე და ასე ვთქვათ მთავარი ნაწილია ამ სფეროს მართვის, ამის კონტროლის და სამართალდარღვევის ასე ვთქვათ არ დაშვების სამართალდარღვევის გამოვლის. რა თქმა უნდა, ყველა იმაში მე დავასრულე, ხო? რა თქმა უნდა, არავის არასდროს არ უყვარს არც ჯარიმეაც იწვევს გაღიზიანებას, გადაყვანაც იწვევს გაღიზიანებას. აქ შეიძლება ბევრი ლაფსუსი იყოს აგერ ბატონმა ჯაბამ აღეშა და რა თქმა უნდა იყო ის შემთხვევები რომელიც არც მოსაწონია მათ შორის სიტი პარკმა ბევრი სასამართლო პროცესი წააგო რა თქმა უნდა ამას დახვეწა და შემდგომი ტრენინგები სიტი პარკის თანამშრომლების სჭირდება მაგრამ ზოგადად რომ თანხის შოვნის საშუალება თქვენებოდ ბევრ ქვეყანაში და მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებში ინვესტირება ვიცით რამდენი ინვესტიცია ჩადო სიტი პარკმა დიახ ეს გამჭირვალე ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ რა საუბრობთ უცხოელ ინვესტორზე საუბრობთ ხელშეკრულებაზე რომლიდანაც გამომდინარე ფინანსური ნაწილი ხელშეკრულების არის ფირმის კომერციული საიდუმლოება ამის შესახებ არა ამას ამუშობა ქართველი ებრაელია თუ რუსი ებრაელი ბატონო საუბარი არის საქართველოს ინვესტიცია ესე იყო წარმოდგენილი ჩვენიანები არის ქართველები არის უცხოელი ინვესტიცია სამართლებრივი ტერმინია თქვენ თუ რა ქვია საუბრობთ სხვა რაღაცაზე გეთახმებით რომ ეს არის საერთაშორისო წყალებში ინვესტიცია კარგი არა როდესაც სტრატეგიული ობიექტი არ არის არ მოწონს ეს ტერმინი ბევრს მაგრამ სტრატეგიული სფერო მოდი ასე ვთქვათ ხო პარკირების სისტემა საინვესტიციო ვალდებულებები დაწერილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი არის რომ პარკირების სფერო იყოს მოწესრიგებული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა ბიუჯეტი არ დაზარალდეს მაგრამ იმისთვის რომ ბიუჯეტი არ დაზარალდეს არსებობს ამ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანოები რომლებიც თავის ფუნქციას კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზედმეტად კარგად ასრულებენ ასე რომ არავინ არ დაუშვებს რომ ბიუჯეტს მიადგეს სიტი პარკმა რამდენი ჩადო ინვესტიცია კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იყო კომპანიის მოთხოვნა უცხოური კომპანიის და ხელშეკრულების რომელი ხელშეკრულებაში მე არ მაქვს თან ხელშეკრულებები ორი თვილი მაქვს ერთი მომინახე საწელია რატომ მიეცით ამ კომპანიას ამის უფლება ამაზე თქვენ თუ თვლით რომ არ არის ეს საიდუმლო ხო გამოაქვეყნეთ და მე ვნახოთ კომპანიასთან როგორ ურთიერთობა რატომ მიეცით ხელშეკრულებაში არ არის ხელშეკრულება გამოაქვეყნეთ ხელშეკრულება გამოაქვეყნეთ ხო
ამის საშუალებით საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილეთ, ხო გაქვთ ერთად შეყულება? თუ თulis რომ არ არის საიდუმლო, გამოაქვეყნეთ თქო პრესის საშუალებით. თბილისის მერიის წერილის გამოაქვეყნეთ თქო და საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილეთ. მაგალითად ქალბატონ ნინოს დაუტოვეთ და ნინო გაავრცელებს ამ შეყულებებს. ბატონო ირაკლი, ამაზეა საუბარი ზუსტად, რომ ეჭვებს იწვევს ის, რომ თავიდანვე იყო გაუმჭვირვალე სატენდერო პირობები. აი, ყობა ბექაურის ბრალდებები ალბათ იცით, ხო? ის ამბობს, რომ ჩამომაშორეს საქმიდანო 2005 წელს, რომ მე რამდენადაც მახსოვს მაშინ ის საჯარო პირი იყო, საჯარო მოხელე იყო და ახორციელებდა მაშინ ამ ბიზნეს გარიგებებს ეგ სხვა საკითხია და მისი რეპუტაცია კიდე სხვა საკითხია იმ პერიოდისთვის, თუმცა მაშინ ის ნაციონალური მოძრაობის აქტიური სახე იყო და ეს ნაციონალური მოძრაობის პრობლემაა მისი რეპუტაცია, მაგრამ ის ამბობს, რომ ესე იგი მოხსნეს საქმიდან ჩახსნეს, ასე ვთქვათ, ყობა ბექაური, შეხვდნენ ამ კომპანიის წარმომადგენლებს უგულავ და მისი მეგობრები და ტენდერში გაამარჯვებინეს და უთხრეს, რომ მოკლედ ბექაური არაფერ შუაში არა და წილი ჩვენ მოგვეცითო. ასეთია ამბავი. მე არ ვაპირებ, რომ ქალბატონინო ბექაურთან მიმართებაში ვიყო ბატონი გიგის ადვოკატი. ეს არის ჩვეულებრივი ბრალდება კრიმინალთან დაკავშირებით. ამას საგამოძიებო ორგანოებს რო ქონოდეთ ინფორმაცია ან მით უმეტეს დადასტურებული, ერთი სული ექნებოდათ, რომ ახალი ბრალი წარედგინათ, თქვენ სწორად აღნიშნეთ ადამიანი, რომელიც თავად დადასტურებს უკანონობას ჩადიოდა, სხვა როდესაც უკანონობას აბრალებს, ჩემს დაუგებარია. ამ ადამიანის ჩვენებით იჯდა ციხეში შალვარამში ძალიან დიდი. ხო, ბატონო, მე არ ვიცი, არც ის საქმე არ ვიცი და არც ბექაურის და არც რამისელის ადვოკატობას ვაკეთებ. უნდა წავიდეს თქო, მაგიტომ გეუბნებით ქალბატონინო, ამიტომ ამაზე ბატონ ჯაბაკი არა, მე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ. უნდა საუბრობდეს საგამოძიებო ორგანოები, სხვა ნებისმიერი საუბარი ჩვენ ბევრი მოვისმინეთ. სახში წაგებულ თანხებზე ბევრი მოვისმინეთ, კორუფციაზე და მითვისებაზე ამ თანხებით, მაგრამ არც ერთი დასრულებული ბრალდება ჩვენ სასამართლოში არ გვინახავს და ნორმალური თემა, რომელთაც დაწესებულებოდა რომ ვიღაცამ რაღაც სახში წაიღო. კი ბატონო, თუმცა რაღაცა ლოგიკური ახსნა იძებნება იმ რაღაცა სენტიმენტალური დამოკიდებულებისა, თითქოს რომელიც არა, სენტიმენტალური დამოკიდებულება. ის თავრობის ხელმძღვანელს არ არის სიტი პარკის შემოსავლები იქნებოდა მართლაც იმოდენობის თანხებზე, რაზეც ბატონი ჯაბა საუბრობდა, რომ არ ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება სიტი პარკის სწორედ გადასახადის, ასე მკვეთრი და მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ, სწორედ თბილისელების სასარგებლოდ, ასე რომ გამოვიყვანთ ისე რომ სიტი პარკის ყოველთვის არის 2009 წელი იყო ბატონო ქალბატონი 2009 წლის სექტემბერი არა 2009 სექტემბერი 2010 წელს ადგილობრივი არჩევნების ჯერში ყველა ეს არჩევნები გვაქვს და მაშინ საერთოდ უნდა გავაკეთოთ. მაინც უნდა ითქვას ბექაურის ბრალდებების შესახებ ის ამბობს სიტი პარკი აფინანსებდა 2012 წლის არჩევნების პერიოდში ეგრეთ წოდებული ნასარიძის სარეკლამო კამპანიას, ჩვენ გვახსოვს ხომ მაშინ რაღაცა სუფთა პოლიტიკა თუ რაღაც ერქვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, ზუსტად არ მახსოვს. უკაცრავად და ისინი უშვებდნენ სარეკლამო რგოლებს ბიძა ივანიშვილის წინააღმდეგ და რუსული გეგმების წინააღმდეგ. ხალბატონო, მე მიცად მომცეთ ერთი ციფრი მინდა უბრალოდ დავაჟღერო. მოკლედ ბექაური ამბობს რომ აქ იყო დასაქმებული რაღაც რაოდენობა ხალხის, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ასე ვთქვათ, შრომილი ორგანიზაცია, ну ეს ფაქტია. ამაზე არ მაწაჭება. ერთია ბელეტრისტიკა და მეორე ფაქტი. მოდით მე რამდენად შეძლებთ კონკრეტულად ფაქტებით ან თქვენ და ან პროკურატურა დაადასტუროთ ადამიანის დანაშაულს. სიტი პარკი არ მიყვარს არა. აგერა თბილისელები და მართლა ერთი კვირის ხოლმე გიყვართ. ალბათ თქვენც არ გიყვართ როგორ აგერა და ბატონო ირაკლის ლოგიკას რომ მივყვეთ თურმე თბილისის მოძრავი მანქანების ასე ვთქვათ მხოლოდ 8%. ეს ლოგიკა არა, ფაქტია. ასე ვთქვათ იხდის 8%, მხოლოდ 8% ამ გადასაკაც თავარი და აი ეს არის ოფიციალური დოკუმენტი. სხვადასხვა მერიამ გამომიგზავნა 90,000 მანქანა 8% როგორ აი 190,000 მანქანის შემთხვევაში სულფასო ირაკლი ეს მათემატიკაში ცოტა კარგია რომ წავივარჩიოთ გადაიენგაში 50 ლარი აქედან 32,000 50 აი მაგას გეუნახე 32 არის 8% დანარჩენი ის 6 თვიას ერთკვირი გადაიენგაში დათანხებზე გახვალ აი ეს არის ოფიციალური მერიის მიერ გამოგზავნილი თუ ასე ვთქვათ სადაც პირდაპირ წერია სიტი პარკის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები თლიანად ამ ხნის მანძილზე რამდენი შეგვიძლია ცით 3 მილიონს მხოლოდ და მხოლოდ რომელ წლებში ყველა 13 წლის ჩათვლით
ოფიციალურია, ეს არის ქალაქის მერიის მიერ, ეს არის ბატონი ოთარ პატრაშვილის დაასკვნა რამდენი არის City Park-ის შემოსავალი 20 მილიონზე 20. ამიტომ გეუბნები, სასაცილო 3 მილიონი City Park-ის შემოსავალი სასაცილოა, ხახნო უკუღმართ ეს არის 50 რანაირად არის პატრაშვილის სასაცილო, როდესაც მანქანით ვერ ვაჩერებ 5 წუთიც კი ვერსად თუ არ მაქვს სასაცილო ბატონი ეს განუკიდებულება ეს აპატია, მაგრამ ეს უბრალოდ თბილისელების მიმართ და ჩვენი ქვეყნის და ისე სხვა სერიოზული დამოკიდებულება 50 ინსპექტორი ყავს City Park-ს, რომელსაც ევალება 50 ინსპექტორი ყავს, რომელსაც ევალება 50 ინსპექტორი ყავს. 50 ინსპექტორი ყავს, ეს მონაცემები არის ბატონო ჩემო აღებული გაიგეთ. და რომელსაც ევალება ეს არის გამომუშავებაზე არის თითქოს ხებაზე არ არის თანამშრომლები მოვიდნენ ჩემთან იყო სხვადასხვა ამ სტუდიაში ჭირდნენ თუ გახსოვთ ერთხელ იყო ამ სტუდიაშიც ჰქონდა ჩვენ ამათთან შეხვედრა ისინი წელიწადის განმავლობაში წერდნენ 393,000 ჯარიმას 10 ლარიანი ზად შეადგენს 3,800,000 ეს მარტო 4 მილიონი წლიურად ჯარიმა შემოდის 2 მილიონი 4 მილიონი საჩემოდის 4 მილიონი ჯარიმა საჩემოდის და აი მაგარიშებზე თქვენ როგორ უნდა მითითებული შეცდომა საჩების ეს წინადადება 3 მილიონი შედის და ჯარიმის 4 მილიონი საჩების ჩვენ დავასრულოთ ეს ბლოკი და მე ჯარიმა City Park-დან არ ერიცხება ესეც ამაშიც ვერ გაერკვიეთ და ჯარიმა ერიცხება თბილისის ბიუჯეტში და პირიქით City Park-ზე ერიცხება თბილისის ბიუჯეტიდან ის 60% მთელი ეს მექანიზმი გაქვს ისე ძალიან გაკეთებული მაგრამ სად მიედინება რა მიედინება თვითონ პროკურატურა იძიებს ამ საქმეს კარგი ძალიან კონკრეტული კითხვები მაქვს პროკურატურა არის და დავასრულოთ ეს ბლოკი ბატონო ჯაბა თქვენ ითხოვთ City Park-ის საქმიანობის შესწავლას. ის არის ინვესტორი. მართალია თქვენ თვითონ რომ მაინც შინაურები არიან და არა ვთქვათ უცხოური კომპანია, მაგრამ ფაქტია რომ ესენი არიან ინვესტორები და სავარაუდოდ უცხოელები, ხო? დარჩენი არ ვიცით. შეიძლება თუ არა ასე ერთი ხელის მოსვლით ინვესტორის, რომელიც მართალია ძალიან არ გვიყვარს ყველას შევიწროება, გაუქმება მასთან ხელშეკრულება. კი, ხელშეკრულებაში არის ჩადებული ეს მუხლების. მიცემა სამართლებრივ პასუხისგებლობაში და თქვენ როგორ ვფიქრობთ, დაუყოვნებლივ უნდა შეუწყეს City Park-ის კონტრაქტი თუ აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ხო აი უკვე ახალი საკრებულოს წევრიც ხართ და როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება? თავადონო, ის შეკითხვები, რომელიც შეკითხვებსაც მე ვსვამ აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვებია, მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ არსებობს შეკითხვები მათ შემოსვლაზე, გადასახადების დამონავაზე, გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. შემოსავლით ნაწილში, ბიუჯეტში რა ისახება ინვესტიცია როგორი განხორციელდა ამ შეკითხვების ფონზე ბუნებრივია რა თქმა უნდა მეც და ძალიან ბევრს კი არა თბილისსა და აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია ესეთი ორგანიზაცია საფრთხე უნდა იყოს თბილისში და ამ ნაწესრიგებზე და არ მიქონდეს ის კონტრაქტის გატანა რა თქმა უნდა ეს ძალიან მარტივია იმიტომ რომ ორგანიზაცია რომელმაც ჩვენი საკუთარი თბილისის მიწა გამოიწვია დიდი ჯარიმები დაეკისროს ხო ამის გამო არა სანსანსანსანსი სიტუაცია იქ მაინც ესეთი ჯარიმებზე არაა საუბარი მაგრამ აქ საუბარი კიდე სხვა რამეზეა არ დაგვეკისრება ჯარიმები ჩვენ სამწუხაროდ მე კიდე ერთხელ გემოვნები ჩვენ სამწუხაროდ ხელშეკრულების მე ამ შემთხვევაში ხელშეკრულების იმ ნაწილს ვიცნობ რომელიც ნაწილიც მე გადმომიყვანს დანარჩენი ნაწილი სამწუხაროდ გაასაიდუმლო ბატონო დაკლიმო რა რატო გაასაიდუმლო მერია ჩემთვის ცნობილი ნამდვილად არ არის საჯარო ინფორმაცია შემოყავს ინვესტორი ერთ ხელშეკრულება და ასაიდუმლო ხელშეკრულებას ესეთი არ აქვს არ ვიცი მე რა სოფლიოში არსებობს ეს პრეცედენტი და ეს თქვენ განვატო ირაკლი მოკლედ გითხავთ შეძლების და გვარად და მოკლედ მიპასუხეთ რომ ეს არ არის გიგი უგულავას პასუხისმგებლობა თუნდაც ყოფილიყო რაღაცა დარღვევა ამ შემთხვევაში ამაზე უკვე ვისაუბრეთ რომ რაღაც ეჭვები მაინც ჩდება რატომ მიიღო ინვესტორმა ასეთი პირობა რომ აი საინვესტიციო ვალდებულება ჩვენ არ ვიცით რა იყო უმეტეს როდესაც ეს სფერო უნდა იყოს გამჭვირვალე აქ საბიუჯეტო თანხებს და ბიუჯეტთან თანხების გაყოფას ეხება და ამე თანხმეთ რომ ეს ძალიან გრძნობიარე თემაა ბიუჯეტში შემოსული თანხები გამჭვირვალე ბატონინო ამის განსხვავებაზე ვერავინ ვერ ისაუბრებს გასაგებია ბიუჯეტში რა ირიცხება ვიცით მაგრამ ეს საიდან ითვლება რამდენი ჩადო ინვესტიციის სახით უღირდა თუ არა სახელმწიფოს ისეთი ინვესტორის შემოყვანა და ასეთი პირობების მიცემა მისთვის მისი ფინანსური დანახარჯები რა თქმა უნდა არ არის საჯარო ინფორმაცია 100,000 ლარი ჩადოდა იქნება მეც მიმეღო მონაწილეობა 100,000 მეც ვიშოვიდი პირობას გადალებთ და 100,000 და თბილისის ტროტუარებს და მეც მივიღებდი ამ ბიზნესში მონაწილეობას ხო ანუ ჩვენ ხომ და ვიცოდეთ დაახლოებით
რასთან გვაქვს ხო საქმე? რატომ ასეთი მე მესმის, თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად სწორია, თქვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სწორია. არ არის სწორი ამ შეკითხვების დასმა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა აინტერესებდეს სახელმწიფო ინტერესების დასმა და სახელმწიფო ინტერესი, ვინ დაიცავს საგამოძიებო ორგანო ხელისუფლებაში ყოფი პარტია, ეს ერთი და იგივეა. თქვენ გაქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ სახელმწიფო ინტერესები დაიცვათ, ბიუჯეტის ინტერესები დაიცვათ, ამიტომ კანონს უნდა ვარღვევთ და იმ ორგანოს მივანდოთ. ბატონო ჯაბა, არასდროს არ გესმით, რა ვსაუბრობ და ეს ჩემი პრობლემა არ გონია, რომ იყოს. მივანდოთ იმ ორგანოებს, კომპეტენტურ ორგანოებს, რომელსაც აქვს ამის გამოძიების ფუნქცია, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი კომპეტენცია, ყველაზე დიდი სიზუსტით თქვა, იყო კანონდარღვევა ამ სფეროში თუ არა. დღეს ჩვენ ვიცით, რაზეა კეჭვი საგამოძიებო ორგანოებს, ძალიან მარტივად ეხლა მე შემიძლია ვთქვა, არაფერს მტკიცებას არ ვაპირებ, რომ ეს არის არასწორი ლოგიკა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფინანსური უზრუნველყოფა, თვითმმართველობის მოვალეობა არ შეიძლება რომ იყოს, თუმცა ვნახოთ რა სიზავს შემდგომში სასამართლო და დაველოდოთ რა მოხდება, ხომ არ აღმოჩნდება ეს ასევე სრუგლანდება, როგორც სხვა ბევრი ბრალდება აღმოჩნდა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს გასაგებია, რაც შეეხება აქტუალიზებას, რა ქვია, ამაზე პროცესი ხვალ გაიმართება და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. სასამართლო ჩვენ დავბრუნდებით ძალიან მალე რეკლამის შემდეგ, ჩვენი შემდეგი ბლოკის სტუმრები არიან გია ხუროშვილი, ნუკრე ქუთარია, შალვა აბუბაიძე და აგველოვის მაინც დავბრუნდებით.